მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ახალი ვიდეოთი და ნახოთ ავატარი, აირის უკანასკნელი ბრძანებელი მესამე სეზონის, მესამე წიგნის აჯანდაბას სეზონს უძახი და სინამდვილეში წიგნია. მე-17 ანუ მესამე წიგნის მე-17 თავი, ასე ეწოდება. თუმცა ქართულში აგერ სეზონის სერია ასე რო წერია, მიჩვეუბრება. რავი, ვიდეოებში კი სეზონი და სერია მიწერია და ესე შემიძლია გადავაკეთო და წიგნი და თავი დავარქვა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტობრივად ერთი და იგივე, ან წუთას ერთი და იგივეა. აი ნაღდი წიგნი რო იყოს და რო ვკითხულობდე, ცოტა კი არა და ძალიან უცნაური იქნებოდა რომ მეთქვა მესამე სეზონის მე-17 სერია მეთქი. ასე რომ ხო. ნუ დიდი მოლოდინი მაქვს, იმიტომ რომ ფინალამდე დაგვრჩა 4 სერია, 18, 19, 20, უკვე ვიცი ფინალს თქვია სოზინის კომეტა, უკვე სათაურები არ ვიცი კარგად, მაგრამ სოზინის კომეტა რო არის ფინალი ეგ ზუსტად ვიცი და ესენი ახლა ეს სერიები რაც ქონდა მესამე სეზონში მე ყველა მომეწონა, ცოტა იყო და კოშმარებზე რომ იყოს სიზმარი, კოშმარებზე რომ იყოს სერია საშუალო იყო, მაგრამ ჭანდაფას გავითვალისწინოთ, თქვათ და იყო. ახლა ამ სერიისკენ ველოდები, რავი, წესით რაღაცა მზადების პონჩი უნდა იყოს, იმიტომ რომ 4 ნაწილიანი ფინალი მაქვს. არ მგონია ახლა 4-ვე ნაწილი ოზაისთან ბრძოლა იყოს, ან ზოგადად ცეცხლის ხალხთან ბრძოლა. შეიძლება ვცდები და ეს რაღაც ჩვეულებრივი სერია იყოს და მე მზადებ სერია იყოს მე-18, მე-19 და მე-20-21-ში უკვე სახე გაუგზავნოთ ცეცხლის ლორდს, მაგრამ რავი, მირჩევნია რომ ესეც ამას უკავშირდებოდა სერია. ცოტა იმედი გამიცრუდება თუ ფილერი აღმოჩნდება ვაფშე, მაგრამ ჭანდაბას. თუ კარგი ფილერი, იმიტომ რომ ავატარს კარგი ფილერები აქვს ხოლმე. გაი შეგვიძლია დავიწყოთ. ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი. მესამე სეზონის 17 სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4 მშვიდობიანი ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მგზავრი. ახლა მეგონი ინტროს გადახვევას არანაირი აზრი აღარ აქვს. ყველაზე მეტად ჭირდებოდა ის ანუ, გაუჩინოს. უყურეთ ხოლმე რა, ხუთი სერია და დაგვრჩა. მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის ბრძანებელია, ბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ მანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. შეუძლია უკანასკნელი ბრძანებელი. ავატარი აირის უკანასკნელი ბრძანებელი. ავატარის წინა სერიებში. ნახშირის კუნძული ჯადოსნური ადგილი. ნახშირის კუნძული. თქვენს ოჯახს ნახშირის კუნძულზე სახლი აქვს არა? ეგ ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით, როდესაც ბავშვები ვიყავით. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. როგორც დალღაშლის ნაკვალევს ანგლის ქვიშაზე. და კატერინას კოცნების ისიასუხსავებს ნახშირის კუნძული ყველას. ნახშირის კუნძული თქვენს ნამდვილ სახეებს. აუ, ახლა. არ ვითხრათ რომ ზღვის სერია იქნება ზუსტად როგორც კუნძულის მსახიობები. ნახშირის კუნძულის მსახიობები. ეს უცნაური სერია. მინდა მე თქვა, არ ვითხრათ რომ კატარა და ანგი ზუსტად ისე დაისვენებენ ნახშირის კუნძულზე როგორც ზუკო და უცნაური არის, რომ ცეცხლის ბატონს თავისავე სახლში ვემალებით. ხომ გითხარი, ნახშირის კუნძულზე მალები. ყოფილა რაც ჩვენი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. აუ, ეს კი დიდი ხნის წინ იყო. აქ ყველაზე ნაკლებად მოგძებნია. ბავშვებო, ამას არც კი დაიჯერებთ. ჩვენ შესახებ პიესა დადგეს. ქალაქში ვართ და ეს აფიში აღმოვაჩინეთ. რა? თუ ეს შესაძლებელია. მოусმინეთ. ბიჭი აისბერგში, მიწის სამეფოს დრამატურგიის პონტიმის ახალი პიესაა. ავატარზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით მთელი მსოფლიოში ამოიღეს. დაწყებული ყინულიანი სამხრეთ პოლუსით და დამთავრებული ბასინგსენით. მან მოხეტიალეები მეგობრეები მომეჩვენეთ ზუკოს ბევრი მხარის ხუნდა. და მწვარი. სპექტაკლს ნახშირის კუნძულის მსახიობები წარმოადგენენ. ადრე დედაჩემს თეატრში ხშირად დავყავდით. ისინი დრაკონებს შორის არსებულ სიყვარულს ყოველ წელს აბუჭებდნენ. სოკა, მართლა ვიქნებ, რომ იმ პიესაზე წასვლა, რომელიც ჩვენზეა, კარგი აზრია. კარგი რა. წამოდი თეატრში წავიდეთ. პიესა ჩვენზე. დროის ფუჭად ფლანგვა ძალიან მენატრია. დროის ფუჭად ფლანგვა. წამით.
ასე აჯობებს. მან დაჯდომა მე მინდო. ჩემ გვერდი დაჯექი. რა მნიშვნელობა აქვს? უკო. მინდოდა რომ კატარას გვერდზე უნდა დებილო. სცენიდან ასე შორს რატომ სხედვართ? ჩემი ფეხები აქედან ვერაფერს ხედავენ. არი დარდო, შენს ფეხებს ყველაფერს მოვუყვები. შენს ფეხებს ყველაფერს კატარა და სოკა. სერიოზულად თელი სერია ამაზე იქნება ახლა? რა თქმა უნდა. სოკა, ჩემო ერთადერთო ძმაო. ყინული არის სამხრეთ პოლუსის ზღვებში გამუდმებით დავხეტიალობ და ჯერ საინტერესო ვერაფერი ვიპოვეთ. მე მხოლოდ ჩემი მუცელი მაინტერესებს. ძალიან შია. მესამე სერიაში ეგრე იყო, კი? ხოლო საჭმელზე ფიქრობ. კატარა. ო, ვცდილობ ამაზე ფიქრი გონებიდან ამოვიგდო და პირდაპირ პირში ჩავუშვა. ჩემი ხმობები ამაზე სასაცილოა. კარგად გამოვიდა. ყოველ დღე მსოფლიო გზის მაჩვენებელ სინათლეს ელოდება და ის არ ჩანს. თუმცა იმედი არ უნდა დავკარგოთ. იმედი. ხოლოდ ეს გვაქვს. რაიმეს. არ უნდა დავკარგოთ. კატარას მსახიობია. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ უნდა დავკარგოთ. სისულელეა. მე ასე არ ვიქცევი. ეს მწერალი გენიოსია. აუ, ტოპ. შენ გამოჩენას რომ ნახავ მაინტერესებს რა რეაქცია გექნება. ყინულში ვიღაც გაიყინა. შესაძლოა მას შემდეგ რამდენიმე ასეული წელიც გავიდა. ვინ არის? აისბერგში გაყინული ბიჭი ვინ არის? წყლის მართვა. მაინც წარმოვიდგენია. ნუ წყლის მართვა ხო ეგრე იყო. ეს გოგოა. ხარ გაყინულო ბიჭო. მე ავატარი ვარ სულელო. აქ სიხარული და მხიარულება მოვიტანე. ვიცოდეთ, ჩემს როლს ქალი თამაშობს? კი. რა ხდება? ოდიშით და რა ხდება? ეს აერის მბრძანებელია. ჩემს გულში იმედი გაჩნდა და ახლა ცრემლების მბრძანებელი ვარ. ცრემლების მბრძანებელი. ჩემი კუჭი იმდენად სარიელია, რომ მეც ცრემლების მბრძანებელი გავხდი. ხორცი მინდა. მოიცადეთ. ეს ხორციანი კერძი აი, წასეთებს. ზუკოს მოწონს. სუკისაც. არ მithქვამს რომ ძალიან კარგად ხუმრობ. მე ასე არ ვიქცემ. ასეთი არ ვარ. და ქალი არ ვარ. ნუ ხო? სუსტად ასეთი ხარ მოქნილ ფეხებიანო. ვაუ. ო, ზუკო და Princo Zuko, ეს კექსი უნდა გასინჯო. კექსის გასინჯვის დრო არ მაქვს. აი მე ზუკო. ავატარი უნდა კი, დავიწყო. არასდროს ხარისა აქვს ფაიერები. კარგი, სანამ მაგას გააკეთებ, მე კიდევ ერთ ნაჭერს დავიჭერ. გულს მირევ. თუმცა დავუჯერებთ ბოროტი ვარ და იუმორის გზნობაც არ მაქვს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს მსახიობი ძალიან ნიჭიერია. ვაუ, კატარა. თქმა როგორ შეგიძლია. მოდი ავატარი დავივიწყოთ და მასაჟი გავიკეთოთ. ამას როგორ ამბობ? ვა. შეხედეთ. გონი რაღაც ვიპოვე. მომო. მომო. ეს მფრინავი მაიმუნია. ფრინავი მაიმუნი. მას მომოს დავარქმევ. ამას ლემური ქვია. ფრინავი ლემური. ყველას მოგესალმებით. მივარხარ. სუკი, ვაიმე სოკა კაბაში. გავამასუკებს არა? ვაი. გამოცანები უნდა ვიცნოთ და გამოწვევები გადავარდნოთ. ეგრე დეტალურად როგორ შეაგროვოს ინფორმაცია. ვაუ. არა, კატარა მართლა ძალიან ცუდად აქვს. წარმოჩენილი. ძალიან ცუდად ხართ ესე. წყლის მართვის გრაგნილი რატომ მოიპარე? დიდი იმედით მავსებ. რატო ყავთ კატარა ასეთი ტირელა? ავატარი ჩემია. მოიცადეთ. ვინ მოდის? მე ლურჯი სული და ცეცხლის სამეფოს მტერი ვარ. აქ ავატარის გადასარჩენად მოვედი. ნუ ეს სხვათა შორის კარგი დეტალია.
და კრინჯი ფორმა კი აქვს ძალიან სტასოფანს მიყავი მაგრამ ალბათ ხო არ იცი რომ ზუკო არის ეს ლურჯის სული უხე ხულია ვაიმე ჯეტი არიტირო პატარა ჯეტი ამ ბინძურ ქალაქს შენთვის გაანადგურებს და ჯერ ჯეტის სერია არის და მე ეს ლურჯის სული სტუპიდი აღარ მახსოვს უკვე ჯეტ ისეთი ცუდი ხარ შეხედეთ ეს დიდებული წყალგამყოფია მიწის სამეფოში დიდებული წყალგამყოფი კი მოდით ფრენა განვაგზოთ არ წახვიდე იუი ფილერი რომ იყო მაგითო ვინ საჭმელი დამავიწყა ერთი ხარ საჭმელი დამავიწყა დიდებული წყალგამყოფი მართლა ცუდი სერია ნუ ყველაზე ცუდი სერია იყო თვარეზე მაგრამ ცუდი არ ყოფილა თვარეზე მნიშვნელოვანი საქმე სადილზე დაკონსერვებული თევზი ვჭამე გავაფრინა ხარ თვარის სულს ხვდებოდი ჩუმად ვუყურე აუჩ ეს ნამდვილად ხერხულია ვაიმე ჩაო ავატარი დაბრუნდა რომ ყველანი გადაგარჩინოთ ანგი და ლარო გაერთიანდნენ დატოპს უხარია ჯერჯერობით მიწის წიგნიც იქნება ახლა როგორც ჩანს ავტორის ანტრაქტი ამ პიესისა ხო შენ სხვა რაღაცებზეც თუ დათხოვმრობ აგარ ვიცი აი ვაუ ვიციო ავატარის როლის შემსრულებელი ქალი საერთოდ არ მგავს ნუ სოკასი კი გავს მაინც ოდნა გონი სხვა ბიჭებთან შედარებით გოგოს მართლა გავხარ დამშვიდი ანგ მათ ბევრი შეუსაბამობა აქვს ახ და მე ნამდვილად არ ვარ ემოციური და მტირალა გოგო რომელიც გამუდმებით იმედზე ლაპარაკობს ანუ ხო რა რა ო ასეთი არ ხარ ასეთი არ ხარ მოდ მართლა მართალია რომ პიესის ავტორმა გამოძიება ჩაატარა ვიცი რომ ეს არ ქსიამოვნებთ მაგრამ რასაც სცენაზე ხედავთ სიმართლეა ტოპ ჩვენ აი. მიწის სამეფოში მოვედით კი ბატონო ჯობია წავიდე და გავიგო აქ მიწის მართვის მასწავლებლები არიან დიახ ბატონო იმიტომ რომ ტოპის გამოჩენა მთელი ქალაქი შემოვიფრინე მაგრამ მიწის მართვის ოსტატი ვერ ვიპოვე ახლა გამოვჩნდები ნუ მიწის მართვის ოსტატ საში ვერ იპოვი ის მიწის ქვეშ უნდა ეწებაო ხარ მე ტოპინია ეს სახელი სიტყვა მტკიცესავით ჟღერს მე კი სიტყვა მტკიცესავით ეკითხეთ მე ბიჭის ხმა მაქვს აბა რა პრობლემა გვაქვს ჰოდო რაც სცენაზე ხდება სიმართლეა საწყენია არა მე ხუმრები მოიწონა ამაზე უკეთეს მსახიობს ვერც კი ვიპოვიდი ფრინავ მელოთ ქალს მაინც ჯობს ესე იგი უსინათლო ხარ ხედავ რასაც აკეთებ ნუ ტოპი იცეს ნიშნავს რომ ორიგინალში ალბათ ოფ ჟღერს როგორც სპირიდან უშვა ტაფ და მაგიტომ ჩვენს ოფს მოსწონს ზუკო დროა დავილაპარაკოთ ეს შენს თმას ეხება ძალიან გრძელია რა იქნებ ჯობია გავიყოთ რა ზუკოს ახლა არ აქვს ასეთი გრძელი თმა აზულა დაო აქ რასაკეთებ ბაზულა ვანახეთ გამომიჭირეთ აა მოიცადეთ ეს რა არის დუ ვაზულს არა უშავს ზაკ გონის იქისა გაიქცა მაგრამ როგორ არა ასულს არა უშავს სახიობს აუცილებლად ჩამოინგრევა დიახ ბურღვა განაგრძეთ ბასინგზე ვეღარ დაიმალება აუ ბენზინი უკვე ხარს ვაიმე არა ჯეთ რა დაგემართა მიწის მეფეს უნდა
ვემსახურო. უნდა გადაგუროთ. დაჰიპნოზებული რო ყავდათ. ტვინი რო გამოუეცხეს მაშინ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. არც გადახლა რო ეს იყო ჯეტისი. მოკვდა? ისი ძალიან გაუგებარი სიტუაცია იყო. აპატიეთ ხალხო ტელეფონი გადმომივარ და იმ ხელაზე წამოვხდი ბოლოს. ნუ იმაზე აქვია ჯეტზე რომ გავიგონე მე გადმოვყირავდი ლამის გამიდან და უცებ გავკარი ტელეფონს ხელი გადმოვაგდე. ვაუ! სახო ხალხო. საკმაოდ გაუგებარი შემთხვევა იყო, ხო? რა მოიფიქრებთ ხოლმე, ანუ მთელი ის მომენტი რომ ჯეტი მოკვდა და ცოტა გაუგებარი იყო, ბოლომდე ვერ მივხვდით მოკვდა თუ გადარჩა, მაგრამ ჭანდაბას იყოს როგორც არის. ამ წუთას კითხულობს ზუკო. ჯეტი აქ დაიღუპა და სოკას პასუხი. გაუგებრობა იყო. რა ეს მაგარი იყო. წინაგან რო ვთქვი, შეიძლება იმედი გამიცრუდეს თქო. ეს სერია შეიძლება ითქვას თან מחარებს თან იმედს მიცრუებს, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ვეუბნებოდი, მაგრამ რაც არის სრულიად კმაყოფილი ვარ მაგით, ამიტომ გავაგრძელოთ უბრალოდ. ეს იყო მაგარი, ძალიან მაგარი. 3 2 1 გავაგრძელეთ. უნდა ვაღიარო პრინცო ზუკო, რომ ძალიან მიმზიდველი ხარ. ჩემი დასინვა საჭირო არ არის. გრძელი თმებით. მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ. იმ დღიდან მომწოხა, როდესაც პირველად როცა შემიყარე. რა? მოიცადე. მეგონა ავატარი შეყვარებული იყავი. მეც მეგონა. ავატარის? უმცროსი ძმასავით მყავს. ვაუ. მას კაცად ნამდვილად ვერ აღვიქვამ. ვაუ, всё, ну. თანაც ამის შესახებ საიდან გაიგებს? მეთქი ახლა აკოცებდე და გავუშვებდი. მიდიხარ? შეგიძლიათ ცეცხლის ფანტელები მომიტანო. ცეცხლის ფანტელები. და ცეცხლის სახეჭი რეზინით წამომიღე. ზუკო და სუკი კარგად კი არიან. აბა ჩემო ძმა. ну, ამის სწორად მოიქცა. რა ის დარჩენე, გაქრივა კიდე. ну, ეს წესი თავისიერი უნდა იყოს. ცხოვრება აირჩიე, უფრო სახალისოა. პროსახალს. შეუძლებელია. ვერ გიტან ბიძია. შენ ცუდი სუნი გაქვს და ვერასდროს აგიტანი. სინამდვილეში ასეთი რამ არ გიტყვამს, ხომ ასეა? შეიძლება ვთქვი კიდეც. ვაიმე მე. მიკი მაუს რატო გავხარ მე? ეს რა არის? აი ეს მსახიობი რა. აი. ავატარის მდგომარეობა. ჰიპ ჰიპ. ჰიპ ჰიპ. მე ჩემი ელვა დამეხმარება. ეს კარგად იყო გაკეთებული ეს მომენტი. საუნდტრეკიც კარგია. ავატარი აღარ არსებობს. ვაუ. უკვე ტოპსაც აღარ მოსწონს ნახეთ. როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ბრძოლებში გამარჯვება გიჭირთ. იმის თქმა მინდა, რომ ხშირად აგებთ. ვაუ, სიკი. აზულამტყვეთ შენ არ აგიყვანა. ეგეც მართალია. ჩხუბის დაწყებას ცდილობ? არ შეცდილობ. ჩემს აზრს ვამბობ. რომელიმე მხომარიცით ანგისად არის. ცეცხლის სახეჭი რეზინის მოსატანად 10 წუთის წინ წავიდა. მე კი ისე ველოდები. თავის მოსაკლავად წავიდა 10 წუთის წინ. საგაჯერეზინის მოსატანად კი არა. კარგად ხარ? არა, კარგად არ ვარ. ამ პიესას ვერ ვიტან. ვიცი, გულდასაწყვეტია, მაგრამ გონი აჭარბებ. ვაჭარბებ? ჩემი ჩაკრა რომ არ ჩამეკეტა, ახლა ავატარის მდგომარეობაში ვიქნებოდი. ხო, ცუდ მოგონებებს სახსენებს ეს პიესა, საქმეც ეგაა. მაგარია.
ბალფანგის ფანი. შანსი არსებობს რომ კულისებში შემიყვან. ხუმრობები მაქვს რომლებიც ჩემი როლის შემსრულებელს უნდა მივცე. მე რჩეული მეომარი ვარ, რომელსაც ჯაშუშობას მრავალი წლის მანძილზე ასწავლიდნენ. გონი კულისებში შესვლა შევძლებთ. ვაუ. მაგარია, თავიანთი პერსონაჟების გამო ყველა გულდაწყვეტილია. შენ კი ჩვეულებრივზე ცოცხასიაძე გამოიყურები. ეს რაღაცა. იმიტომ რომ ეს ცოტა ზედმეტია შენ ზოგადად. ყველაფერი სხვაგვარად არის. კუნთიანი ბიჭი ხარ, რომელიც ერთდროულად 10 კაცს ამარცხებს და შენიშვნებსაც იძლევა. ხო, ეს მაგარია. მათ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები მოაგროვეს. და ახლა სახეში კი. მოვიდა. ბიძა ჩემი ყოველთვის ჩემს მხარეს იყო. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად იყო. შენი დარჩა. ვარაკე. ბევრი რამ მასწავლა, მე კი სამაგიერო რით გადავუხადე. ზურგში დანაჩავარდღი. ამაზე ყველაზე მეტად უნანო. ამ დანაშაულს ვერასოდეს გამოვისყიდი. არა, ეგ არ არის სიმართლე. დანაშაული უკვე გამოისყიდე. კი. ამას ვერ ეცნობიერებ, მაგრამ ნამდვილად ასეა. ეს საიდან იცი? ერთხელ ბიძაშენს დიდხანს ვესაუბრე და ის მხოლოდ კი. შენზე ლაპარაკობდა. მართლა? ხო, და ეს ცოტა მომაბეზრებელიც კი კი. იყო. ო, მაბატია. მაგრამ ეს სასიამოვნოც იყო. ბიძაშენს მხოლოდ ის უნდოდა, რომ შენი გზა გეპოვა და სინათლე დაგენახა. აი პოვე. ახლა აქ ჩვენთან ერთად ხარ. შენით იამაყებდა. ეს რისთვის? სიყვარულს ასე გამოვხატა. აჰა. ზუკას კოსტიუმი ძალიან მაგარია, მაგრამ ნაიარევი მეორე მხარეს გაქვს. ვაუ. ნაიარევი მეორე მხარეს არ. ნაიარევი მეორე მხარეს თქვენ გაქვთ თქო დებილებო. ნაიარევი. აქეთ მოდის. ო? რით დაგეხმაროთ? მგონი თქვენი დახმარება მე შემიძლია. სოკას თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ფიქრობ მისი სოკას პირის წარმოჩენა თაყვანისმცემელი. უკეთესადაც შეგიძლიათ. ოღონდ ეს არა იდეები დატვირთული კიდევ ერთი თაყვანისმცემელი. უბრალოდ მომისმინეთ. აქ ისეთი რაღაცები წერია, რასაც ნამდვილი სოკა იტყოდა. კომბოსტოს გამყიდველი, კომბოსტოს გასავლელი. კომბოსტოს გამყიდველი. კომბოსტოს პოთლებს. მგონი კარგი ხუმრობა. ვაუ. სხვებიც მაჩვენე. დუს ხმას აღარ ვიღებ. ქვიანი ურთიერთობები. ქვიანი ურთიერთობები. გარდა ამისა ფრაზების მოფიქრების ნუ შეგეშინდება. განსაკუთრებით კი შეტევის წინ. მაგალითად, ჩემკენ ფრინავი ფეხი მოდის. და ვინ ხარ? უბრალოდ ბიჭი ვარ, რომელსაც კომედია უყვარს. ვის როსაც ასრულებს ვარ. პატარა. რაც იქ თქვი სიმართლეა? სად? შა? ესე ლაპარაკობ. დენაზე. შა, კარგი რა. შენთვის მხოლოდ ძმა ვარ და ჩემი მართგრძნობები არ გაქვს. ეს მე არ მითქვა. სახიობი მოთქო, კი? მაგრამ სიმართლე არა? არა. ის დროს ერთმანეთს ვერ ვაგვიწყდით სამბობ. და მეგონა ერთად ვიქნებოდით. მაგრამ არ ვარ. მაგიომ გაიხსენეს კოცნა დასაწყისში. არ ვიცი. რატომ არ იცი? იმიტომ რომ ახლა ომია და სხვა რაღაცეებზე უნდა ვიფიქროთ. ახლა ამის დრო არ არის. ეგეც სიმართლეა, კომენტები ვერ ხვდები. კომენტის წასვლის შემდეგ, ორის დამთავრების ხო, შემდეგ. ცოტათი დაბნეული ვარ. ხომ გითხარი რომ დაბნეული ვარ? შიგნით შევა. ცუდი დრო იყო, ცუდი დრო. იდიოტი ვარ. შეიძლება. აი რა გამოტოვე. ჩვენ ცეცხლის სამეფოში ვიყავით, ჩვენ გამოკეთდი. კატარა მოხატული ქალბატონი იყო, მე ხოლო ცეცხლოვანი კაცი მოკვდა. შეხედე. ახლა თავდასხმა ცეცხლოვანი კაცი, ის ეთქებადი. ანგ, მინდა იცოდე რომ ყოველთვის ძმასავით მეყვარდი. სხვა მისი მედი არც მქონია. უკვე ყველა Stop. ყველა უკმაყოფილოა. ცოტა სულ ვაუ. აი სოკა უკმაყოფილია. ნუ სუკი და ტოფი იყვნენ წინაზე ყველაზე უკმაყოფილი და ახლა არც ერთი ნუ სუკი სწორად მოწონს. ვაუ. ბოლოს და ბოლოს სასახლემდე მივახციეთ, მაგრამ იქ არავინაა. სინამდვილეში სასახლეში მე ვარ და მინდა შემოგიერთდეთ. როგორც შენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. წამოდი. სასახლეში მე ვარ და მინდა სულ ეს შემოვიდე. არის. კაი რა. ეს უნდა დასრულდეს. მოიცადე, ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ სპექტაკლი უნდა დასრულდეს. თუ რა თქმა უნდა ეს მომავალი არ არის. მომავალი.
კომეტის ძალის წყალობით ცეცხლის სამეფოს ვეღარავინ შეაჩერებს. მამა, ზუკო და ავატარი სასახლეში აუ, არიან. ბრძოლა იქნება. შეჩერებას ცდილობენ. შენ ზუკოს მიერ არა, ასულას მსახიობი ყველაზე ძლიერი მომწონს. ავატარს შევებრძოლები. ცეცხლის ბატონი იპოვე. მე კი მას შევაჩერებ. შენ ჩემი ძმა აღარ ხარ. შენ ჩვენი მტერი ხარ. ნუ, მე ტახტის კანონიერი მემკვიდრე ვარ. ამას ეს კანონიერი მემკვიდრე. ნუ ვაფშე ხარ კი. ჩემი ღირსება. შევიხსება. ნუ არ ვიკვირს. ისე რომ წარმოაჩინეს თითქოს და ცეცხლისერი იმარჯვებს, ესენი შოქში არის. ესე იგი 4-ვე ელემენტს დაეუფლე. ჰა, და ახლა გაგანადგურებ. არა, მე გაგანადგურებ. როგორც ხედავ ძალიან დააგვიანე. კომეტა უკვე აქ არის და მე შეუჩერებელი ვარ. ეს ჰაერია თუ ველა? არა, ჰაერია. ინდროანგი არ არის სერვის ბრძანებელი. ჯერ ყველაფერი დასრულდა, მამა. ჩვენ გავიმარჯვეთ. ხო, გავიმარჯვეთ. მამა ჩემის და ბაბუა ჩემის ოცნებები ასრულდა. მთელი მსოფლიო ჩემი. წამოვიდეთ ახლა დავანგერიოთ სცენა და გავხრეთ აქედან. ეს ძალიან ცუდი პიესა იყო. გეთანხმები. სასაცილოდ კი არ არის. საშინელება. ხო, მაგრამ ეფექტები არც ისე ცუდი იყო. ნუ ეფექტები კი ნორმალური იყო. რელიზი მოამზადა acharanetcom-მა. მადლობა მაიკლს და ბრაიანს. კარგი. ახში. ესე იგი ეს იყო ავატარი. აირის უკანასკნელი ბრძანებელი. მესამე სეზონის მე-17 სერია ნახშირის კუნძულის მსახიობები. პირველ რიგში ვიტყვი რამ გამიცრუა იმედები. ზოგადად თვითონ სერიამ იმიტომ რომ ცოტა სხვა რაღაცას ველოდებოდეს. თითქოს და თან ფილერი იყო თან არა იმიტომ რომ ზოგიერთი პერსონაჟის განვითარებაში როლი შეასრულა. იგივე ზუკოსი ან ანგის და კატარას ურთიერთობების რაც მომეწონა ეს ანუ კიდევ ერთი ის რომ ნუ რა თქმა უნდა საკმაოდ ისე ქონდათ წარმოჩენილი მომენტები როგორც თვითონ ქონდათ სურვილი ანუ ფინალში ეგ ცეცხლის ერს რა თქმა უნდა რომ თვითონ გაიმარჯვოს და ცეცხლის ერი იმარჯვებს პრობლემოდ და რა მომეწონა ნუ ზოგადად სერია მომეწონა კი ვთქვი იმედი გამიცრუა თქო მაგრამ თან ძალიან მომეწონა იმიტომ რომ კარგად იყო ნაჩვენები როგორ აღიქვამს ცეცხლის ერი ამ სიტუაციას ანუ საინტერესო იყო იმის ნახვა თუ როგორი არის ეს ყველაფერი ცეცხლის ხალხის გადამოსახედიდან და მართლა კარგი იყო ანუ როგორც შეძლო საჩვენეს მომეწონა რომ ჩვეულებრივად ანუ ჩვენი სასტავი იქ იყო გასართობად ფაქტობრივად წასული სცენის პიესაზე და რავი ხო სასაცილო იუმორი მაგარი იყო გადავყიავდი ზოგიერთ მომენტში ამ სერიაში ასე რომ ხო საკმაოდ კარგი სერია იყო მომეწონა რა თან იმედი გამიცრუა თან მომეწონა ტოპ სერია არ ყოფილა მაგრამ აი როგორც ასეთი აი რა ქვია
რო იხსენებენ რა ძველ სერიებს ერთ სერია რო აქვთ recaps რო უძახიან ინგლისურად ქართულად რა ქვია არ ვიცი ესეთი recap სერიები რაც ნანახი მაქვს თუ შეიძლება რომ ეს ასეთად ჩაითვალოს იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კიდე ყველაზე საუკეთესო რაც კი მინახავს თუ არა შეიძლება კიდე ჩაითვალოს ჭანდაბას მაგრამ თუ შეიძლება ყველაზე საუკეთესო იყო კიდე ერთ-ერთ ვამბობდი აი ნუ დაგემშვიდობებით ახლა მეც ვერაფერს ვიტყვი იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ გამოიწერეთ არხი დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხილაკი მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის კარგად ბრძანდებოდეთ